თბილისი, საქართველოს დედაქალაქი. ეთნოგრაფიული მუზეუმი ღიაცის ქვეშ. აქ იხილავთ ერთობას იმ ულამაზესი მხარეებისა, რასაც აჭარა და სამეგრელო ქვია, რასაც მესხეთი და სვანეთი ქვია, რასაც რაჭა და აფხაზეთი ქვია, რასაც კახეთი და ხევსურეთი ქვია, რასაც ჰერეთი და იმერხევი ქვია, რასაც ერთობაში საქართველო ქვია და ეს ერთობა ზემოდან დაჰყურებს თავის დედაქალაქს. უღელზე შემომსყდარი ცოლ-ქმარი, რომელთაც ეთყობა ახლახან შეუხსნია დაპეურები ნაჯაფარი ხარებისთვის და საძოვარზე გაუშვიათ, სტუმრებს ელოდებიან. მამა პაპათა ეზო კარი, სახლი და ნალია, ურემი და მარხილი, კრამიტი და ყავარი, ღობე და ყორე. აქვე ეზოში დგას კიდევ ერთი შეხედვით ისეთივე სახლი, როგორც ყველა. შევდივარ ჩვეულებრივ ეზოში, ავდივარ ჩვეულებრივ კიბეზე. აივანზე ჩვეულებრივი ფანჯრიდან ვიხედებით სახლში და მშვენიერების ხილვით სული გინათდება. გაოცებული მიშტერები ხარ ულამაზეს კედლებს და გესმის ჩუქურთმათა სიმფონია. ყოველი ფიცარი თუ ბოძი, აივანი თუ ახსავლის კარი ღაღადებს ღმრთის სადიდებელს და ადამიანებს ლოცვისკენ მოუხმობს.
აჭარის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე ათეული თუ ასეული წელი იდგა ეს სახლი და მისი ეზო სავსე იყო ღმრთის მადიდებელი ხალხით. სამი ოსტატი 3 წელს აგებდაო ამ სახლს, ასე ამბობენ. იდგა ჟამი უღმერთობისა, უმეცრებისა, სიძულვილისა და გაუტანლობისა, გამცემობისა და უმადურობისა. სახლი ღმრთისა აზოტის სახლად აქციეს, აზოტის საწყობად. ჩუქურთმების სახლში მიჰქონდათ უღმერთოებს და თავიანთ კედლებსა და ჭერს ალამაზებდნენ. კიბე და ივანი კარგად იწოდა, თბებოდნენ უღმერთონი. მოვიდა კაცი ერთი, სახელად გიორგი. საქართველოსაც ხომ გეორგია ქვია. მოჰკიდა სახლს ხელი და დედაქალაქში წამოიღო გადასარჩენად და ღვთის მადლით დღესაც სადიდებელს ამბობენ ჩუქურთმები, ღვთის სადიდებელს გალობენ ჩუქურთმები და ელოდებიან ლოცველთ. სიყვარულს ელოდება სახლი ესე, სიყვარულს ღვთისას, სიყვარულს კაცისას, სიყვარულს მოყვასისას, სიყვარულს ძმისას.